ახალი შექმნილი ოჯახის სტუმრები. მოვედი. რა არის ეს ჩემო სიცოცხლე? რა არის და დღეს რომანტიული საღამო უნდა გაჩუქო. აი შენ როგორც გიყვარს ყველაფერი ისე. სანთლები, შამპანიური, ხო და რაღაცეები კიდე. ხო და მოდი ჩემო ცხოვრება პირდაპირ დავიწყოთ. შენი მეგობრები არიან. ერთი წამით. ეხა რატომ მოვიდანენ რა უნდა? მოვდივარ. რა შოვა ეხა. ახლა გოა. ახლა შეუძლებელი არ გემოღვინიო. ვაიმე როგორ ხარ? ეს რა არისო? რა ეს რა არის? ეს პატარა ქარიშხალი ამოვარდა თქვენ სანამ მოხვიდოდი და ეხლა როგორც კი შემოხვედით ეგრევე ჩაცხართ. ეს ნამყარი სადარი ნიავიო სადაა? ხალხო ეს შეიძლება რაც დაქორწინდით ერთი კვირა არ გამოგიყიათ თავის სახლიდან. არა როგორ არა ვიყავით ხო. მარკეტში ვიყავით ჩასული. მარკეტში. ერთხელ ვიყავით. მარტო ერთხელ ვიყავით. არა ეს ძაღლიცხო გავასეირნეთ აივანზე. აივანზე ძაღლი გავასეირნეთ. გავიგერო ეხა სახში გინდეთ ყოფა, მაგრამ მოკვდებით ხალხო, მოკვდებით. აი რა მაგით კაცი არ მომწარეს. დაშვებით. თქვენ საიდან აქ? ანა. რა კაცია ეს? არის გიტრები კაცია? რატო რა გჭირს? რატო კაცია? მანახი აბა. რომანტიკა და აღვირახსნილობა. არა, რა რომანტიკა და აღვირახსნილობა. ვენების პრობლემა მაქვს და ხო, ვენების პრობლემა. ვენები მე რა? კარდიომაგნიტი. ავყოფი შემომასაღეს. აიმე შენ არისი ანა ისეთი მორცხვი გოგო იყო. აი მორიდებული. აი ძალიან მორცხვი. ვიზია რანაზე? იმოგონი ჩვენი ანა იყო ძალიან მორცხვი. ისეთი მორცხვი იყო მარშრუტკაში როჯდებოდა მძღოლს ვერ ეუბნებოდა გამიჩერეთო. გააყვებოდა ბოლომდე და მე 5 კილომეტრს უკან გამოდიოდა ხოლმე. მე გადავები და ამაზე ამბობ მაგრამ. ეგ რა არის? იცი როგორი მორცხვი იყო? აი თავისუფალი თემა რო ქონდა სკოლაში დასაწერი, ფანტაზიის უნარიც არ ქონდა, ჩემგან იწერდა ხოლმე ისეთი მორიდებული. ვის ანას არ ქონდა ფანტაზიის უნარი? ერთი წამი. საკლას ოთახში შუქიენთო? კი? მე ჩაგეხრო და იქნებოდა ფანტაზიის უნარი. მოკლედ მე მინდა ეხლა რომ ერთი სადღეგრძელო შევსვა. აბა. ავლია. აუ თამაში მოვიფიქრე. მოდი ახლა შენ სადღეგრძელო დალიე, რამე გრძელი ლექსი მიაბი, მე და ანა ამ დროს გავალთ ეხა უცებ, შენ სანამ სადღეგრძელოს მორჩები, შემოვავდე, მე გამოვიცოთ რომელი სადღეგრძელო იყო. სულელე მოიფიქრეს რა. რა უქნა სხვანაირად არ ფიქრობს ტვინის სისხლი ახლა სხვა მიმართულებითაა წასული. მე მოვიფიქრებ რა. მოკლედ აუ ძალიან კი მერიდება რომ გითხრათ, მაგრამ ანუ სანამ მოხვიდოდით, გავდიოდით, ანუ მეც უნდა ჩამეცვა და მივდიოდით, ხო? არა, რა ხელს თუ გიშლით წავალ. არა, ანუ ხელს ეხა თქვენად გაიფიქრეთ, არა, ხელს არ გვიშლით, უბრალოდ სარაცხი მანქანა უნდა ვიყიდოთ. მოიცი გოგო, სარაცხი მანქანა ხო გაქვს? მე არ გაყიდინე. გვაქვს. ხო, არ გახსოვს იმ დღესო. ანუ მაცივარი გვაქვს. ხო, მაცივარზეც მე არ გამიყოლე, ხო გაქვაც. ხო, მაგრამ ისა ფრეონია ჩასამატებელი. კი, ფრეონი გვაქვს და უნდა ვიყიდოთ, რომ ჩავამატოთ. აპარებს ეთყობა.
შიდა დამატებ? 1-4 ჯერ დღეში. ხო. აი რა ვიცი, გავავსე, ხო, აუ მოდი ხარ? გოდიში რა. ანუ ძალიან უხერხულად, მაგრამ ვიქნებით საღამოს სახლში. ხო გამოდით, ავი თვეში აი, გამოდით. კარგად, კოცნი. აი ჩვენს, ანუ აუ ძალიან მეწყინა რომ გამოდები, გავაცილებ და ხო, გამოდით. არა, ჩვენ წავალთ, მაგრამ მოკვდებით, ხალხო, მოკვდებით. მაგით ამბობ ადამიანს გამით. ფრეონის შეცვლის დრო არის, იქ ამბობ რაღაცები. თუცა. ისინი არიან ალბათ და რაღაცა დარჩათ, მიდი. ვინ? ბექა. ვაი თქვენ გენაცვალოთ გენაცვალეთ თქვენო. ბიჭიო არიან მარდები, ვიდვეკუნა. გენაცვალეთ მუხლები მანახე თამარა დეიდა, ნორა ანა. ბექა გამაცანი, ბექა გამაცანი, ქალბა. ესენი არიან, ესე იგი, მოიცა გავიხსენო ბებიაჩემის ბიძაშვილის შვილები. სისხლი და ხორცი. ახლონათ ეს ბავშვობაში ვნახე პირველად და ეხლა დღეს. ჩემ ხილში გაზრდილები აბა როგორ ავართო? რა ქარმა გამოგაგდოთ, როგორ ახართ? აი რომ მოვდიოდით ეხლა ესენი როგორც ახალ დაქორწინებულები მე და თამარამ ვიფიქრეთ რა ვაჩუქოთ თქო მინდოდა რომ რაღაცაი სარეცხის მანქანა ან მაცივარი მაგრამ არა გადავიფიქრეთ იმიტომ რომ ყველა ქართულ აი ესეთ განსაკუთრებულ ოჯახში აი ეს ვეფხის ტაოსანი ყველას უნდა კონდეს აუცილებლად ამიტომ იქ დადეშვილო გილოცავთ მადლობა დიდი ძალიან გვეხარდა ძალიან გვეხარდა ანა დედა დამიჯექი მოდი აქ ჩამომიჯექი ხო ეს ბინა შენია ხო შვილო ყავა თუ ჩაი ყავა თუ ჩაი აბარაკენით შვილო იწექით უკვე ერთად ცოტა უხერხული კითხვა ესე ნორა დეიდა რას ლაპარაკობ შვილო რა არის უხერხული არა უხერხული ის არის მანამდე რო წევხარ თორე ეხლა უნდა დავა ეხლა უნდა დაწვეთ აბა რა უნახავთ ისე უნდა იყოთ როგორც აი გადაფსკვნილები გენაცვალე თქვენ გაიხარეთ შვილო თქვენ დაგლოცავთ აბა რა ახალგაზრდა ეხლა გაქვთ უნარი ეხლა უნდა იყოთ აი მე რამდენი თვეში ხარ შვილო მე რამდენი თვე რის ანუ ასაკ სკოლის არა ვეკუნა უერები თავები საუბარში მაცადე ხო კაცო ორსულად არ ვარ დედა რატო შვილო რამე პრობლემაა აი ეთქობა დიდლიკანა დადიხარ არა ჯერ ერთი კვირა რაც არა საფრთხეების პრობლემა აქვს ეთქობა არა მოიცა ხო არ ციცკნის დედიკო ქვევიდან არ მწიც ეხოზე იყავი გადა არაფერი არ ჯამთელად არის არა შვილო მანდ რაღაცას აიქნება იმიტომ რომ როგორ ერთი კვირა არის მთელი 1-7 დღე ხო მოდი ესე იგი პრობლემაა მოდი ნუ გეშინია მოდი აი ატლაპები აქ გადმოვარდნილი თამარაშვილი უნდა გააჩინოს აი ხალო თამარაშვილი უნდა გააჩინოს შვილო ჩაიცვი ცოტა თბილი კი არ რაღაცა ანა მომისმინე შვილო მე შენ მოგცემ ჩემი მამაოს ნომერს ბევრი მყავს გაშვებული პრობლემა არ გვაქვს არანაირი პრობლემა არ გვაქვს ხო ვაიმე შვილო პრობლემა თუ არ გვაქვს მაშინ მიდი ჰე ბაცხეთ მიდი ბაცხეთ რა შეგიძლია დააბორეთ ბიჭი მე არ გიყურებთ აჰა გასაგებია ყველაფერი ხო არა თან არა გვაქვს და თან არა ვიცი აბა გასაგებია ყველაფერი მაგრამ გვეუხერხულება თქვენთან მაგ თემაზე საუბარი ჩემო დეიდებო ეს ვარდის ფურცლები რატო ყრია ესე რა შემოდგომა ალბათ და მაგითო ფოტოცვენა და შემოდგომაა ეხლა ვაცო ალბათ რომ ეხლა მომისმინე ბიჭი თქვით ხო ბიჭიც გინდათ ბიჭიც მაგრამ შეიძლება არც გამოვიდეს ბიჭი მაგრამ მე გასწავლით ბიჭი როგორ უნდა გამოვიდეს შენ გეხება გოგონა ანა მოусმინე ანა შვილო ეს გათახსირებული რომ მოგიწება და დაგიწევს რაღაცა ფათურს თავიდან ეგრევე კი არ უთხრა რომ კიდე რაღაცა ცოტა უარი უთხარი ხელი კარი გადააგდე ხო ადგება გაბრაზებული და გეცემა და აი მაგ დროს იცის ბიჭი აი მაგ დროს ესე მყავს ხუთი ბიჭი მე თვითონ გავაგრე აი ეს დეტალები აღარ გინდა ეხლა კაცო რა შურები სხვა როგორ ახარ
ასე რა ვიცი. ანა გადმოჭეკით. სტუმრიანობა გვაქვს ძალიან ბევრი. ხო. ხო, მოდი. და მაგიტო არ ხარ ორსულა ჩვილო? არა მგონია ფლატმაგისი ბრალი იყოს და ჯეკი მეგასწავლე ხარ რა უნდა ქნა. ესე იგი, თუ გინდა რომ მალე დაორსო დედიკო და აყვეს. ამყვეს. ხო, აყვეს. უნდა დაწვე ლოგინში, გაუნძრევლად. გვერდულად. აცადე. დაწვე ლოგინში გაუნძრევლად კუნძივით, დედიკო. კუნძივით უნდა იწვე და უნდა მიუშვა. გააკეთოს თავისი საქმე. აყვება ეგრევე. არ უნდა იაქტიურო ზედმეტად. გაიგე? ხო, მართალია, ეხლა რასაც გეუბნება, ეხლა იცის რასაც გეუბნება, იმიტომ რომ ძალიან ისინი არ ხართ ქალები, აქტიურები, ზედახტებით აფკაცებს კაცო და დავანებეთ რა, მიუშვით. პირველი იმან გამოიჩინოს ინიციატივა, ეხლა რა საჭიროა რომ თქვენ ხართ აქტიურები. არ შეიძლება. ანუ ჩემს ქმართან არა, მომისმინეს შურო ცუდად კი არ გაიგო. თავშეკავე. ანუ ჩემს ქმართან უნდა ვიყო თავშეკავე. მე ნახილო, ქმარიც კაცია. ქმარიც კაცია. ქმარიც კაცია. ხო, აი ტრიეთ აკეთა. რა დავიდე, სულელი ყო. მარტო საფრთხეები კი არა, თუ ისიც პრობლემა. პრობლემა თქვენ გექნება ხა ჩემი სახლიდან თუ არ გადიჭკა. გადიჭკა. ეს იმადია, ბიჭო, ვიდან ესა? მე თვითონ რა თემოვიდა, რა გაგიჩავდა, სოფელში გადაეცით 9 შვილი ყავდა. დედა სამკურნალოა, კაცო. გიკურნალებთ რა თქვენ და შენც მიგაყოლებ ხა შენ საქმეს თუ არ გააკეთებ, გაიგე? რა ვქნა? მე მეკითხები რა ვქნა? ცოტა დამიყვირე კიდე. დაჯექი ახლა მიდი მან. მიყვარს რაზიანი ქალები ხო?